რუსეთი იმაზე მძიმედ არის, ვიდრე ეს მე, შენ ან ვინმე ჩვენგანს გონია. რატომ? იმიტომ რომ ისაც მუდმივი ეგონა პუტინს დროებითი აღმოჩნდა. ამ სამყაროში არავინაა არაფერზე მონოპოლისტი და არც ღმერთია რომელიმე ჩვენგანი. ეს როგორც ჩანს დავიწყებია ვლადიმერ პუტინს, თუმცა მოუწევს იმ რეალობისთვის თვალის გასწორება, რაც უკვე არის როგორც მისი მოწინააღმდეგეთა ბანაკში, ისე თავის საკუთარ წრეშიც. თუ კი ამ ვიდეოს უყურებ, შეთვის მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ ჩემ არხს გამოიწერ, ამ ვიდეოს მოიწონებ და შენს აზრს კომენტარის სახით დამიტოვებ. რუსეთის სანქციების ქვეშაა წლებია. მოუკლეს მილიონზე მეტი მოქალაქე, ამდენივე ან უფრო მეტიც ემიგრაციაში წავიდა და მათ ნაცვლად ჩამოდიან ინდოელები, ჩინელები, ავღანელები, ჩეჩნები და ასე შემდეგ. რუსეთს როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური, ისე დემოგრაფიული კრიზისიც უდგას წინ. წლებისა თუ თვეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა საკუთარი მოსახლეობა დაერწმუნებინა რუსეთისა და ჩინეთის თანასწორ ურთიერთობასა და მათ მეგობრობაში. თუმცა სიმართლე მეტად მძიმე და ბნელია. რეალურად რუსეთი არ ყიდის ბეიჯინგზე მხოლოდ ნავთობს, არამედ მასთან ერთად ყიდის საკუთარ სუვერენიტეტსაც. აქ არ არის საუბარი მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობაზე, არამედ ტერიტორიულ საკითხებზეც. ჩინეთში უკვე დაწყებულია მათთვის სადავო რუსული ტერიტორიების, სოფლების სახელების გადარქმევა და ამასთან დაწყებულია მხარეებს შორის მოლაპარაკება, რომ ჩინურ გემებსა თუ ნავებს გზა გაიხსნათ რუსულ მდინარეებზე. გარდა ამისა, რუსულ ნავთობსა და ჩრდილოვან ფლოტზე დაწესებული მორიგი სანქციების შემდგომ ჩინეთი ითხოვს დამატებით ფასდაკლებებს და ფაქტობრივად ჩინეთი რუსეთთან არათუ ვაჭრობს, არამედ მათ ძარცვავს. პატივცემულმა პუტინმა რუსეთი რეგიონალურ ლიდერობიდან ჩამოაქვეითა ქვეყნად, რომელიც უბრალოდ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი კოლონიაა, რომელიც ცდილობს თვიდან თვემდე გაიტანოს თავი და დააფინანსოს თავისი ომის მანქანა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რუსმა ხალხმა დაიწყო ამ ყველაფერზე საუბარი და შემჩნევა, გინდა ოჯახებში და გინდა პოდკასტებში. რუსეთი აწარმოებს და რუსები მუშაობენ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნები გამდიდრდნენ და პროგრესირდნენ. ამ საკითხს ზელენსკიც შეეხოდა რამდენიმე კვირის წინ ასეთი რამ თქვა. რუსეთის ისტორიაში არავის დაუთმია ქვეყნის სუვერენიტეტი ჩინეთისთვის ან რომელიმე სხვა ძლიერი სახელმწიფოსთვის. საოცარია თუ როგორ იხდის ამ საფასურს პუტინი, იმისთვის რომ ომი გააგრძელოს დასრულების ნაცვლად. თუმცა მსოფლიოს აქვს საკმარისი ძალა და რესურსი, რომ ეს ომი დაასრულოს და აიძულოს რუსეთი დათანხმდეს მშვიდობას. პუტინს ეს ან ვერ ისმის. ის აგრძელებს საზაკლაოს მოწყობას და დიდად არც კი აინტერესებს მის რიგებში დაკარგულებისა თუ მოყულების რაოდენობა. არც მათ ოჯახებზე ზრუნვით იკლავს თავს. ორი თავი ხახვი და ბრინჯი სრულად საკმარისია ამ ყველაფრისთვის. 2021-24 წლებში რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა 66%-ად გაიზარდა. რუსეთი გასცემს გაზს, ნავთობს, ხოლო ჩინეთს ექსპორტის სახით რუსეთში შეაქვს ტექნიკა, ტექნოლოგია, მანქანები და რაც ყველაზე მთავარია დეტალები, რომელთაც რუსეთი თავის საბრძოლო იარაღს აწყობს. რუსეთისთვის ეს ყველაფერი აუცილებლობას წარმოადგენს თავის გადარჩენისთვის, რათა დრონი დაამზადოს, ბალისტიკური რაკეტა გააკეთოს და ასე შემდეგ. რომ არა ეს ნაწილაკები, უკრაინას მეტად მშვიდი ყოველდღიურობა ექნებოდა, თუმცა სინ ძინპინი და პუტინი ამით ხომ ვერ იხეირებდნენ. თუ რუსეთისთვის ეს ვარიანტი მისაღები არ არის და როგორც ჩანს დიდად მოხიბლულები არ არიან ამ არსებული რეალობით, სხვა გზაც არ გააჩნიათ მათ ჩინეთის იგით. დასაბამისად რუსეთი არათუ დამოკიდებული, არამედ ჩამოკიდებულია ჩინეთზე. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვან და მათთვის საჭირო მასალებს იღებენ ჩინეთიდან, ჩინეთია ერთადერთი მთავარი მყიდველი. რუსეთის სრული ექსპორტის 34% მოდის ჩინეთზე, თუმცა ჩინეთის სრული ექსპორტის მხოლოდ 4% მოდის რუსეთზე. ამ მონაცემებითაც ჩანს თუ როგორი მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ჩინეთი და არა პირიქით. ეს კარგად იციან მხარეებანს და სინ ძინპინი ამ უპირატესობას იყენებს. ფაქტობრივად ჩინეთი ცდილობს ნაციონალიზმის ეპოქაში შექმნას იმპერია. იყენებს ყველაფერს, ისი გამოყენებაც შეუძლია. აშენებს პორტებს, ძლიერდება ზღვაზე, ცაში, ჭრის მთებს და ასე შემდეგ. აცოცხლებს აბრეშუმის გზას და მსგავს კიდევ სხვა გზებს ეძებს. იყენებს რუსულ რესურსებს, რაც მას ძალიან სჭირდება, განსაკუთრებით ბაიკალის ტბის წყალი. ისინი ყველაზე დიდ ჰესებს აგებენ მსოფლიოში და ცდილობენ ამით წყლის კრიზისი აერიდონ თავიდან. ჩინეთში აქტიურად ისმის მოთხოვნები იმ შესახებ, რომ ჩინეთმა დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომელიც რუსეთის სამეფომ წლების წინ დაიკავა. ბევრ ჩინურ რუკაზეც შეხვდებით რამდენიმე რუსულ ქალაქზე ჩინურ სახელწოდებას და პუტინი იაზრებს, რომ ამ რეალობის წინაშე უკვე ქვეყანა დგას და კიდევ უფრო მძიმედ მალე დადგება. რას აკეთებს ამ დროს პუტინი? სანამ ვინმემ რამე მოსთხოვა ოფიციალურად საუბარია დერმედოქეზე, მან წინასწარ გადასცა წოდომა იაპონიის ზღვაზე, დაუშვა ჩინური გემების წოდომა თავიანთ წყლებზე, რათა პირდაპირ შეძლოს ჩინეთმა იაპონიის ზღვაზე გასვლა.
ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო 2024 წელს და მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწია ჩინეთმა. გარდა ამისა, პუტინმა ჩინელი მოსახლეობის უვიზოდ მიმოსვლა დაუშვა რუსეთის ტერიტორიაზეც ასევე არ იწონებენ რუსები და ადგილობრივები. თვლიან, რომ ამ ნაბიჯით ციმბირისა და აღმოსავლეთ რუსეთის დაკარგვის საშიშროება იზრდება. რუსი სამხედრო ბლოგერებიც ხშირად საუბრობენ ჩინეთიდან მომავალ საფრთხეზე. თვლიან, რომ რუსეთი ჩინეთის ბაზად გადაიქცა და რომ ფაქტობრივად ჩინელების პროგრესსა და წინსვლისთვის მუშაობენ დღე და ღამე. ჩინელები რუსულ ბუნებრივ რესურსებს საკუთარი ჰეგემონიის გასაზრდად იყენებენ და ამას არც მალავე. გენიოსმა სახელად პუტინმა მოახერხა ის, რომ რუსეთის ოქროს წლები, რაც უკრაინაში შეჭრამდე ნამდვილად ედგათ მათ, წარსულს ჩაბარდა. ომამდე რუსეთი არავეზე იყო დამოკიდებული, თუმცა რუსეთზე დამოკიდებული იყო მთელი ევროპა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნები. ახლა რუსეთს სრულად ჩაიხსნა ევროპა და კანადა, ხოლო თვითონ ჩამოეკიდა ჩინეთსა და ინდოეთს. 2026 წელი დიდი ალბათობით და ღმერთის წყალობით რუსეთის წელი არ იქნება. უფრო მეტად ლოგიკურია, რომ რუსეთის სერიოზული დაღმასვლის წელი იყოს ვიდრე პირიქით. რეკორდულად ეცემა ნავთობი ბარელის ფასი, რადგან ჩინეთი დაჟინებით ითხოვს ფასდაკლებას, რუსეთს კი სხვა გზა არ აქვს, თანხმდება. შესაბამისად, ბარელი ნავთობის ფასი $35-მდეც ეცემა, რაც პანდემიის დროინდელი ფასია. რუსეთმა დიდი და სტაბილური ბაზარი დაკარგა ევროპის სახით. დღეს იმაზე მძიმედ აქვს საქმე, ვიდრე ჩანს და სურს რომ წარმოაჩინოს. ყველაზე ზედაცილო და კომიკური ამ ფაქტებში ის არის, რომ მთელი რუსული პროპაგანდა ცდილობს ყველა და ყველგან დააჯეროს იმაში, რომ ევროპაში საახალწლო განათებები არ არის, რადგან მამის ფული არ აქვს. თუმცა რეალობა არის ის, რომ რუსულ ქალაქებს არ აქვთ საახალწლო განათება, არც განწყობა, რადგან ფული სწორედ მათ არ აქვთ. ევროპა კი მუდამ ახერხებს შორს გაიხედოს და საჭიროებებს გაუსვას სწორი ხაზი. რიგითი ევროპელი საახალწლო სუფრა იქნება თუ საჩუქარი, რუსი რიგითი ოჯახის სუფრასა თუ საჩუქარს ალბათ არც კი შეედრება. გინდა ხარისხში, გინდა ფასში. ევროპელისთვის მეტად მნიშვნელოვანია პენსია, ხელფასი და ჯანსაღი კვება, ხელმისაწვდომობა ყველაფერზე. რუსისთვის კი მთავარია ყველა მისი მსგავსი იყოს ან მასზე უარესი. განსხვავება ცალსახაა და ამ ორ კულტურას შორის ჩანს და ყველა ამჩნევს. რაც შეეხება საახალწლო განათებებს, თვითონ რუსები პოსტავენ, რომ ევროპაში კი არა თავიანთ ქალაქებში არ არის საახალწლო განათებები და შესაბამისი ვიდეოებსაც ტვირთავენ. მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რუსეთი ახერხებდა დიდი ხნის განმავლობაში სანქციებისთვის თავის არიდებას და ეკონომიკა თავზე არ ემსხვერპლდა. თუმცა ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა ამ სტაბილურობის დარღვევასა და რუსეთისთვის მძიმე დღეების დადგომას. პანდემიის შემდეგ პირველად დაიცა ასე მკვეთრად როგორც მოპოვება, ისე რუსული ნავთობისა თუ გაზის ექსპორტი. მოსაოდნელია, რომ 2026 წელი კიდევ უფრო მეტად მძიმე იქნება, რადგან ნავთობის ფასი ეცემა, სანქციები ძლიერდება და მასში არსებული ხრელებიც ეტაპობრივად ივსება. უკრაინაში შეჭრის შემდეგ 1 ბარელი ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და $123-საც კი მიაღწია, რაც რუსეთისთვის კარგი ამბავი იყო. ფაქტობრივად ერთ დღეში ახერხებდა $1 მილიარდი გამომუშავებასაც პუტინს საშუალებას აძლევდა დიდი აღდგინებით დაიფინანსებინა თავისი ომის მანქანა, თუმცა 25 წლის ბოლოსთვის ნავთობი ბარელის ფასი განახევდა და $58-მდე დაიცა. დაკლება კიდევ გრძელდება. მას შემდეგ, რაც აშშ-მ, ლუკოილი და როსნეფტი დაასანქცირა, ბარელი ნავთობის ფასი $40-მდეც კი დაიცა. სანქციების გარდა ფასის ვარდნაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინული დრონების შეტევა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რის გამოც რუსეთი ფაქტობრივად 1/3-ით ნაკლებს მოიპოვებს და შემდეგ ყიდის, ვიდრე ამას წინა წლებში ახერხებდა. ასევე ოპეკიც შეთანხმდა იმაზე, რომ მეტ ნავთობს მოიპოვებენ და ფასს შეამცირებდნენ, რაც მნიშვნელოვნად დაარტყავს რუსულ ეკონომიკას, რომელიც ფაქტობრივად მხოლოდ გაზისა და ნავთობის ექსპორტით არსებობს და ინახავს თავს. მხოლოდ 25 წელს რუბლი დოლართან შედარებით 20%-ით გაუფასურდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსული ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად მიდის ფსკერისკენ. აქვე მინდა თქვა ის, რომ უკრაინას ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, სლავა უკრაინი, გეროიამ სლავა. ჯერა რომ 2026 წელი უკრაინისთვის გადამტეხი იქნება და ასევე ჩვენთვისაც. მოახერხებთ იმას, რომ დავძლებთ და გავაღწევთ თავს რუსული ურძოსგან და ჩვენც ისე როგორც ქვეყნები შევეცდებით რომ ავაშენოთ კეთილსინდისიერი და რაც მთავარია ევროპული ქვეყანა. სადაც კორუფცია არ იქნება ბატონ პატრონი, თითოეული მოქალაქე, თითოეული მოხუცი იქნება ღირსეული ცხოვრება დაჯილდოებული. თუ კი ამ ვიდეოს უყურებ, შეთვის მნიშვნელოვანი იქნება ის თუ ჩემ არხს გამოიწერ, ამ ვიდეოს მოიწონებ და შენს აზრს კომენტარის სახით დამიტოვებ.